მე დავუსვი კითხვა ჩემ ჩატიკოს. მართლა? მეფე შიშველია. ციხე შიგიდან წყდება. თვითონ ძალიან მხნეთ არიან, მაგრამ არ არიან. ქვეყანას არ მართავენ. რეპრესიას მართავენ. ივანიშვილს არ უყვარს, როცა სიმართლეს ეუბნებიან. ლილვაშვილმა ყველაფერი იცოდა. ბევრად უფრო კარგად ვიდრე ჩვენ, ხო? მაკრონის და ყობახიძის რაღაცა წამიერი ხეების მოტათუნება. ზოგჯერ უნდა დაფიქრდე, გაჩერდე და იფიქრო რომელი ვის აწყობს. ხაზარაძე გახარიას შეხვედრები. მე უნდა ყოფილიყავი უფრო მკაცრი კიდე. ყველაფერი წინ გაქვთ გალბატონო სალა. ისმენთ და უბრალოდ გინდათ რომ აი ეს და ყურში ჩაიდოთ ხელი. სად იყვნენ ესენი მაინტერესებს? ყაველაშვილის გამოსვლას თუ მოусმენთ? არ ვარგუდა შენი კითხვა. დღეს როგორ ხასიათზე? კარგზე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხ მისმინეს, ეს არის გადაცემა ვიკასთან ფილტრის გარეშე. მე ვარ ვიკა ბუკია და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მისია ითავა. მან უნდა გააერთიანოს პოლიტიკური ოპოზიცია ერთი იდეის გარშემო, ვისაუბრებთ ამ მნიშვნელოვან და ძალიან რთულ პროცესზე, ვისაუბრებთ სად ვართ ამ მიმართულებით და მოკლედ მივესალმები მას, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, მადლობა რომ ხართ დღევანდელი გადაცემის სტუმარი და პირველ რიგში მაინც მინდა დავიწყო საუბარი დღევანდელი ახალი ამბებით. გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სხვათა შორის ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვაჟა სირაძე გადადგა და ხარება, თუმცა მე ვნახეთ ხარებას მრჩეველი, ასეთი წყოლია ხარებას, რომელმაც გვითხა, რომ არ დაადასტურა ხარებას მრჩეველმა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია. გომელაურზე მინდა კითხოთ, ის არის უკვე მეორე ლილუაშვილს გულისხმობ, ვინც არის ძალიან დაახლოებული პირი ივანიშვილთან, რომელიც ტოვებს ამ თანამდებობას. როგორ შეაფასებთ თქვენ ამას, რა პროცესია? მეფე შიშველია. მისი უახლოესი, ვინც იყვნენ მისი ნამდვილად საყრდენები, ახლა ლილუაშვილი ნამდვილად არ ვიცი დღეს ვინ გვისმენს. მე მგონი რომ დავრჩით ასე. დავრჩით მარტო ჩვენს. მეორეს მხრივ გომელაური, რომელიც ითვლება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ახლო ისეთი სანდო ლიეტენანტი, როგორც ამბობენ. ასევე უნდა გავიწყდება ხარიბაშვილი, რომელიც ასევე იყო ის პირველი წრე, ორჯერ პრემიერი, მერე პარტიის თავმჯდომარე. ანუ ნელ-ნელა ეცლება თუ იცლებიან თუ უშვებს არ აქვს მნიშვნელობა ახლა მისი გარკვევა ჩვენთვის გარედან ძნელი იქნება, მაგრამ ფაქტი არის, რომ მეფე შიშველი არის და სხვათა შორის მე დავუსვი კითხვა ჩემ ჩატიკოს. მართლა? ჩატიკო არის ჩემი რჩეველი მთავარი. რა უცნაურია სხვათა შორის, მე კითხვათ მქონდა, რომ ChatGPT-ს თუ იყენებთ და ბოლოს რა კითხვა დაუსვით და თქვენ თვითონ დაიწყეთ ამაზე საუბარი. და დავუსვი კითხვა, როგორ თავდება ასეთი დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმები. მომეცი ანალიზი მთელი ისტორიიდან, როგორ და წავიდა, დაიწყო როგორც იცის და დაიწყო რომიდან და მოყოლებული ჰიტლერამდე მუსოლინი და რაღაცა და მთავარი მისი დასკვნა იყო, რომ ეს რეჟიმები და ესეც ჩვენ ვიცით, ციხე შიგიდან ტყდება. ანუ გარეთ უნდა შეუქმნა ის პირობები და მე მგონი, რომ ეს არის სწორედ რასაც აკეთებს ქართული ხალხი და პროტესტი. უნდა იყოს ეს ზეწოლა და ჩვენი მეგობრები გარედან, მაგრამ მთავარი არის, როცა შიგნიდან ტყდება, როცა ეს ურთიერთმდობა იშლება და როცა იწყება რაღაცა ჯგუფების ერთმანეთში ჭიდილი და უკვე აღარ არის ის გუნდური პროცესი, რომელიც ყოველთვის აუცილებელი არის ამ ტიპის, მით უმეტეს ამ ტიპის რეჟიმებისთვის. ახლა გავიხსენოთ თუნდაც საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდები რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. ჩვენ ძალიან ხშირად გაგვიგია ჩვენი თანამოაზრეებისგან, რომ პროტესტი არის ჩიხში. ზოგს აქვს ეს განცდა, მაგრამ ჩვენი პერსპექტივიდან ვუყურებთ, არ ველოდით ასეთ ხანგრძლივ ბრძოლას, არ ველოდით ასეთ დიდ მსხვერპლს, გულისხმობ პატიმრებს, რა თქმა უნდა, მაგრამ
იმათი პერსპექტივიდან მინდა რომ დაანახოთ ახლა მაყურებელს და რა კონტრარგუმენტები გაქვთ იმისთვის რომ ვთქვათ რომ არ არის ეს პროტესტი ჩიხშირება, იმიტომ რომ თქვენ იყავით ამ გუნდის მომხრე, შეიძლება იცოდეთ უფრო მეტი ვიდრე მომხრე არ ვიყავი, ისინი იყვნენ ჩემი მხარდამჭერები. არა, მომხრე მე არც ერთი გუნდის და პარტიის არ ვყოფილ ვარ, არც როცა ვიყავი სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი და არც ამ შემთხვევაში. მე მომხრე ვიყავი და ვარ ყოველთვის მხოლოდ ქვეყნის და მისი მომავლის და სანამ მე ვთვლი რომ ჩემი სადღაც იქ ყოფნა თუ აქ ყოფნა შეიძლება ამას რაღაცნაირად ხელი გაუმართოს და მხარი დაუჭიროს, მაშინ კი და პარტიული ისა არასოდეს არ ვიყავი მე პარტიული დიდი იმის მომხრე, იმიტომ რომ მე მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება თუნდაც ემიგრაციაში, როცა პარტიები ჭამდნენ ერთმანეთს და ამანაც დაასუსტა პირველი რესპუბლიკა, დაასუსტა ასევე ემიგრაცია, რომ მთავარი მიზანი მაინც არის და მე ამას მასწავლიდან ყოველთვის რომ მთავარი მიზანი არის ქვეყანა და არა რომელიმე პარტიული ინტერესი. მაგრამ ბრუნდეთ აი ამ კითხვას გადავხვიეთ ხო მთავარი კითხვას რომ ეს პროტესტი არანაირ ჩიხში არ არის, მე არ ვიცი ბევრი ქვეყანა და მაგალითები შეიძლება ჩატიკოს ვკითხოთ სადაც პროტესტი გრძელდება რეალურად უკვე 2 წელიწადზე მეტი არის, იმიტომ რომ პროტესტი დაიწყო მე ვიტყოდი რომ 30 წელია რაც საქართველოს ქუჩაში იბრძვის და ბევრი იტყვის რომ მე ქუჩაში გავიზარდე, ქუჩაში სულ ვიყავი, სულ რუსთაველზე და აღარ შემიძლია მართლა მთელი ცხოვრება რუსთაველზე გავატარე და ესეც მართალია და მართალი არის ის რომ პირველი რუსული კანონიდან დაიწყო რეალურად ეს ბოლო პერიოდის პროტესტი და ეს ნიშნავს რომ 2 წელიწადზე მეტი არის რაც ეს ხალხი დგას ქუჩაში, ხან დგას, ხან მერე შეჩერდა, მერე ისევე დაიწყეს, მაგრამ ეს პროტესტი არის მუდმივი, რატომ? იმიტომ რომ ეს ეხება ქვეყნის არსებას, თავის მომავალს და თავის დამოუკიდებლობას და ეს როცა არის კითხვის ქვეშ ქართველი ყველანი არიან ერთიანი და ბოლომდე არიან ერთიანი. და ეხლა ვის შეუძლია ფიზიკურად რომ ყოველ დღე იდგეს იქა, ვინც ნაკლებად შეუძლია უმფროსი თაობა, ვის აქვს სხვა ფორმები გამოხატვის, როგორც ვნახეთ ლისის ტბაზე მოსული ეს უზარმაზარი ჯარი მართლაც. ეს არის ის ლატენტური, მე ვიტყოდი პროტესტი, რომლის აისბერგი არის ის ხალხი, რომელიც დგას რუსთაველზე და რომელიც ნებისმიერ დროს გამოვა ათასობით და 100,000-ობით რუსთაველზე. აი თქვენ რას ფიქრობთ? მე დავაკონკრეტებ, რას შეიძლება უყურებდეს ივანიშვილი, რა შეიძლება მას აწუხებდეს ახლა ივანიშვილს? მისთვის არის დისკომფორტი, უწყვეტი რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი, არა 9 აპრილი, არა 26 მაისი, არა ნაძვის ხის ანთება. თქვენის ნახე ძალიან მანანას, როდესაც ზუსტად ასე გრძნობს, რომ აი ვერსად ვერ აჩვენებენ იმას, რომ ყავთ მათ მხარეს მოსახლეობის რამე ნაწილი, სერიოზულად. ბოტები და ვიღაცები, ვინც გამოდიან და წერენ, მაგრამ ვერ ბედავენ, რომ ქუჩაში, ახლა მე დავდივარ ყველგან ქუჩაში და რაღაცა და ვერავინ ვერ ვნახე, ვინც რამე განსხვავებულ აზრს, კრიტიკას რაღაცა გაბედავს და ეხლა ლანძღვაზე არ ვსაუბრობ, ამას ვერ გაბედავენ, მაგრამ თუნდაც ისეთი წინააღმდეგობის რამე ფორმით და ისა არ არსებობს და მათ არ აყავთ ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და დადგენ. და ეს არის ძალიან დიდი სისუსტე ასეთი რეჟიმისთვის, რომელმაც ეს არ დავივიწყოთ, ყველაფერი გამოიყენა. ანუ რაც შეეძლო მუქარა, შიში, ყველანაირი კანონი დაწერილი მოსკოვში, ყველაფერი შემოიტანეს ძალიან ჩქარი ტემპით, სხვათა შორის, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ის რაც ხდებოდა თვით რუსეთში, როცა უნდათ ამ საზოგადოების ჩახჩობა და მიაღწიეს და ეს ვერ აღწევს. ივანიშვილს სად ეჩქარება? იმიტომ რომ ხედავს რომ ვერ ახერხებს და ამიტომ დაჩქარებულ ტემპით ერთი კანონი არ ეყოფა, ერთი ფარა თუ რა ჟანდაბა ქვია თუ რუსული კანონი და მესამე არის საჭირო და კიდევ უფრო
და არაფერი არ გამოსდის რეალურად ეს არ ცვლის იმ ძირითად განწყობას. იმიტომ რომ ის ძირითადი განწყობა არის ის, რომელსაც ვერ დაემუქრები. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა. ეს არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში და მე ვერ ვხედავ ვერავის, ვისაც უნდა რუსეთში, თუნდაც და ესეც იციან კარგად, მათი მხარდამჭერების რიგებში. იმათ უნდათ ფული, ადგილები, ის რაღაცა ინტერესები, რაც მათ აკავშირებთ, პრივილეგიები, კარგი მანქანები რესტორნებში, სიარული და საზღვარგარეთ სიარული, მაგრამ რუსეთის სულ არ უნდათ. მაგრამ რადგანაც ეს არის ის ამ რეჟიმის დამახასიათებელი და რაღაცა ვერც ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ამათვის საჭირო არის, რომ დროდადრო უთხრან, რომ ჩვენც მივდივართ ევროპაში, რაღაცა 1-2 ევროპული დროშა იქ-აქ გამოიტანონ. ამაბნეველი არის სხვათა შორის ქართული ოცნების პოზიცია, მაგალითად ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, რომ მიიღო 26 მაისის მისალოცი წერილი პრეზიდენტ ტრამპისგან, მაგრამ ამ წერილის ორიგინალი ჩვენ არ გვინახავს. ეს წერილი არ დადო არც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ნაცვლად ამისა, მაგრამ პროპაგანდამ როგორც ზეიმი ისე მიყიდა ეს წერილი თავის ამომრჩევლას. პარალელურად ივანიშვილი უარსეუბნება დენიგანს შეხვედრაზე. რატომ შეიძლებოდა, რომ უარი ეთქვა ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე ივანიშვილს? ეს ხომ სერიოზული არგუმენტი იქნებოდა საკუთარი ამომრჩევლისთვის ეთქვა, რომ აი ვალაგებთ ახლა ჩვენ ვითარებას და ურთიერთობებს ამერიკასთან. ესეც დაბნეულობის ნიშანი არის. ჯერჯერობით იმიტომ, რომ არაფერი აღარ მუშაობს. ახლა რაც მე ვიცი და კარგად ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ მუშაობს. არის პარალიზებული. იქ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად მართავდნენ იმ მთავარ მიმართულებებს, აღარ არიან ან არიან ისეთი გვერდზე გაწეული, რომ ვერაფერს ვერ აკეთებენ და აღარ აყავთ კადრები. იმ სწორედ დღეს რაც არის ის ვიწრო, რომელიც ვიწროვდება ყოველდღიურად, წრე რომელიც დგას და ჩვენს დასანახავად ვითომ ძალიან მხნეთ არიან, მაგრამ არ არიან. იმათ შორის არ არიან პროფესიონალები. ან არიან პროფესიონალი ისეთი საქმეების, რომელსაც არ აკეთებინებენ. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის სპეციალისტი ევროკავშირში ინტეგრაციის. რანაირად უნდა გამოადგეს პრორუსულ მთავრობას. თავის თავზე ვარს ამბობს, გასაგები არის და თავის მთელ კარიერაზე, მაგრამ რანაირად უნდა გამოადგეს. და ეს ყველაფერი არის აბსურდამდე მისული და ესეც ალბათ ნიშანი არის იმისი, ახლა ის ლილვაშვილი, რომელიც ლილვაშვილმა ყველაფერი იცოდა ქვეყანაში რა ხდებოდა, განწყობები, ბევრად უფრო კარგად ვიდრე ჩვენ, ხო? მთელი სისტემა მუშაობდა იმისთვის, რომ სრული ინფორმაცია მიეღო იმაზე, თუ რა დღეში არის ქვეყანა და როგორ არის დომინანტური განწყობა ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მივიდოდა ივანიშვილთან და ეტყოდა, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება. და ეს იყო შეცდომა მისი თვლით. ივანიშვილს არ უყვარს, როცა სიმართლეს ეუბნებიან. ივანიშვილი ვერ იტანს. არ შეიძლება ეს ადამიანი არის, რომელიც არღებულობს სხვა მოსაზრებას და არ არის დიალოგის ადამიანი საერთოდ. რაც ჩანს, ახლა როცა აირჩევ მეორე ადამიანს, რომელიც სრულიად ანტიდიალოგი არის, ესე იგი კობახიძე, რომელიც მხოლოდ თავისას იმეორებს უსასრულოდ, აქ არ დგება ის დისკუსია, რომელიც საჭირო არის ნებისმიერ ჯგუფში, რომელიც რაღაც საკითხებს შეეჭიდება, აუცილებელი არის, რომ იყოს რაღაცა ფორმით წინააღმდეგობა. ამიტომ არის, რომ ესენი თუ დავაკვირდებით კარგად, ქვეყანას არ მართავენ. რეპრესიას მართავენ. ანუ რომელი ახალი ფორმა რეპრესიის ან მოვიგონო, ან გადავხედო რუსეთში თუ ბელარუსში რა ხდებოდა და როგორ ეს გადმოვიტანო აქა, მაგრამ მართვა რასაც ქვია, რომელიმე საკითხის გადაწყვეტა, ხო, რომელიმე გამოწვევის, რომელიც დგას მათ წინაშე, იმისი გადაწყვეტა. გინდათ ჭიათურა იყოს თუ რომელიმე სოციალური სხვა საკითხი, ეკონომიკური, არც ერთი გადაწყვეტილება, როგორც ასეთი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც მართლობის მაგალითი, არ არსებობს.
ყოველ შემთხვევაში რუბიო ანტიამერიკულს უწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონგრესი მეგობარ აქტს აინიცირებს. ამ დროს ტრამპისგან მილოცვას ვღებულობ ამბობს ყაველაშვილი და აქ შეიძლება რიგითმა მოქალაქემ დაბნეულობაც იგრძნოს. კარგად მესმის, რომ შესაძლებელი არის რომ მიეღო ეს მოლოცვა, მე გადავხედე ჩვენ არქივებში 26 მაისზე არის ეს ტრადიციული პროტოკოლური წერილი. აქ რაც არის საინტერესო დღევანდელ დღეს, არის ის მოლოცვები, რაც წამოვიდა და რაც პირდაპირ მოდის ქართველ ხალხზე და ულოცავს ქართველ ხალხს. ეს არის უჩვეულო. და ეს არის ნიშანი და ეს არის პოლიტიკური დატვირთვით და ის ჩვეულებრივი არა შაბლონური იყო რუბიოს განცხადება. რუბიო არ იყო შაბლონური, ვაიმარის განცხადება იყო არანაირად შაბლონური და ასე შემდეგ. რაც იყო წაკითხული და ნაჩვენები თუნდაც რუსთაველზე და მერეც წამოვიდა ეს მოლოცვები, რომელიც პირდაპირ ქართველ ხალხს უსურვებს გამოხნევებას, გამძლეობას და ასე შემდეგ. დანარჩენი არის ის პროტოკოლი იმისთვის არსებობს, რომ ყოველ წელს ამდენი ქვეყანა არსებობს და ყველას უნდა თავის დროზე და არ დაგავიწყდეს და გაუგზავნო ეს შაბლონური მოლოცვა. და ნახეთ სამი კიდე კარგი სხვათა შორის ამასაც ვიტყვი, რომ ეს იმის ნიშანი არის, რომ ჯერ საქართველო ითვლება როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის სუვერენული ქვეყანა. იმ დღეს როცა ეს აღარ იქნება და არსად აღარ მიიღებენ საქართველოს, ეხლა კობახიძეს რო ბევრ ადგილას არ ღებულობენ, ეს ერთი არის, მაგრამ საქართველოს, ამიტომ მე არა ვარ მომხრე საქართველოს გამოგდების რომელიმე ფორმატიდან, იმიტომ ეს არის ქვეყანა და დაბრუნება არის ბევრად რთული, ვიდრე გამოგდება, რომელიც არაფერს არ ცვლის. როდესაც ჩვენ საუბრობთ საფრანგეთზე, რომელსაც ყოველთვის ძალიან მწვავე პოზიცია აქვს, ასევე მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან ხშირად გაქვთ ვიზიტები საფრანგეთში და მაინც დარწმუნებული ვარ, მაყურებლის დიდ ნაწილს საინტერესებს, რატომ არ ასანქცირებს საკუთარ მოქალაქეს მაკრონი? იმიტომ რომ არ შეიძლება. როგორ აგვიხსენეთ? შიგდა კანონი მის უფლებას არ აძლევს, რომ როგორც ამერიკა ვერ ასანქცირებს ამერიკელ მოქალაქეს. ჯერთი საფრანგეთის დასანქცირების კანონმდებლობა არ არის ისეთი ფლექსიბური, ვთქვათ, როგორც სხვა ქვეყნებში. საერთოდ არიან შეზღუდული და ვიცი, რომ ფიქრობენ, არა მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში, ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ გაამარტივონ ესა, იმიტომ რომ დღეს ჩანს, რომ ევროკავშირის ფორმატი არის შეზღუდული, სანამ იქ რამენაერად ვეტოებს ვერ გადალახავენ. აქცენტი გადადის უფრო თვით ინდივიდუალურ ქვეყნებზე და ამიტომ ფიქრობენ, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენ კანონმდებლობაში უფრო მოქნილება ამ კუთხით. მაგრამ ეს ჯერ მიღებული არ არის და ეს არ ეხება კიდევ ერთხელ მხოლოდ საქართველოს, მაგრამ ის წესი, რომ შენ მოქალაქეს ამ ფორმით ვერ ასანქცირებ, არის წესი. მაკრონის და კობახიძის რაღაცა წამიერი გამარჯობა იქცა პროპაგანდის მთავარ გამარჯვებად. ხო, მაგრამ ეს არის საინტერესო, რომ ამათ დღეს ვითომც არაფერი არ აწუხებთ, ხო? როგორც პროტესტი არ აწუხებთ და სულ 300 კაცი არისო თუ რამდენს ითვლის კობახიძე, აღარ ვიცი. ასევე არაფერი არ აწუხებთ, ყველას ლანძღავენ, რომ ჩვენ რაში გვჭირდება ახლა ევროპაო და ან ამერიკა, არ მინდა იმასთან დალაპარაკება, მაგრამ ნებისმიერი ხელის მოტათუნება მხარზე და რაღაცა ეს უცებ იქცევა. ნომერ პირველი ნიუსია მაკრონმა, რომ ხელი მოუთათუნა კობახიძეს ნამდვილად. 26 მაისის და თქვენს გამოსვლას მინდა შევეხოთ რუსთაველზე გამოსვლისას თქვენ თქვით, რომ ბოლომდე გამარჯვება მოითხოვს სამ რამეს, სამ კომპონენტს, ეს არის საზოგადოების ერთობა, უცხოელი მეგობრების მხარდაჭერა და პოლიტიკური ერთობის შექმნა და დღეს მინდა ამ სამ კომპონენტზე ვკითხოთ, სად ვართ ჩვენ ამ სამივე კომპონენტში, ასე ვთქვათ, სად გვაქვს წარმატება და პირიქით, სად გვაქვს პრობლემა? მე მგონი, რომ ყველგან გვაქვს წარმატებაც და მეტიც გვინდა. ეხლა საზოგადოების კუთხით ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი წარმატება, იმიტომ მართლაც უპრეცედენტო არის ის, რაც ხდება, გინდათ აქტიური პროტესტის კუთხით, გინდათ
საზოგადოებაში არსებული განწყობის კუთხით, რომელზედაც უკვე ვისაუბრეთ და ის რომ 26 მაისი იყო ორგანიზებული 26 მაისის კომიტეტის მიერ, სადაც ყველა შედიოდა აბსოლუტურად ყველა ის კომპონენტები, რაც არიან პროტესტის კომპონენტები, კულტურის ხალხი, ისა პატიმრების ოჯახები, პოლიტიკური ძალები, არასამთავრობოები, ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან და დგანან რუსთაველზე ყოველ საღამოს, ანუ მთელი ეს ძალიან მრავალფეროვანი ვიტყოდი საზოგადოების სახე იყო წარმოდგენილი ამ კომიტეტში და ამ კომიტეტმა შეძლო და გაუკეთა ორგანიზება ამ მთელი დღის სხვადასხვა ღონისძიებებს ისე რომ არანაირი რესურსი რეალურად არ არსებობდა, ხელშემშლელი ფაქტორები ძალიან ბევრი იყო, თუნდაც აპარატურის შემოტანა, გატანა რაღაცები, რაც ვიცით. და ამ დროს იყო ბევრად წარმატებული, ვიდრე რაღაცა რაც ეცადეს, რომ გაიკეთებინათ ალტერნატიული ორბელიანებზე და არაფერი რეალურად არავინ არ მივიდა და არაფერი არ მომხდარა და ის ხალხი, რომელიც იყო რუსთაველზე, იყო ნამდვილად ბედნიერი, გახარებული, მე გავისეირნე და ეტყობოდა, რომ ეს არის ის ხალხი, რომელიც ყველანაირად იზიარებს ამ სულისკვეთებას. და სხვათა შორის, ბევრს ისტორიკოსები ახსენებდნენ იმ დღეს საზოგადოებას, რომ ეს უკვე მეორედ ხდება საქართველოს ისტორიაში. 1921 წელს უკვე გასაბჭოებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა აღნიშნა 26 მაისი, მაგრამ თქვენმა გამოსვლამ 26 მაისს ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გამოიწვია კრიტიკა, გულისხმობ აი ციტატას, ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო, მერე ადგილობრივი, ან ბოლოს და ბოლოს სხვა თუ არა ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი. ამას მოყვა ამ ფრაზას კრიტიკა ოპოზიციის ნაწილიდან, ეს განცხადება მათი თქმით იყო ბუნდოვანი, ეჭვებს აღძრავს მათში, რომ ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის ნაწილი თან ხვდება ადგილობრივ არჩევნებს და თქვენგან აქვს, არ ვიცი, მწვანე თანხმობა. ჯერთი შემწვანეს არავინ არ ელოდება ამ კუთხით და არავისთვის პირიქით მე ძალიან მკაფიოდ ვთქვი ასევე ის რომ ვერ ჩატარდება ვერც ერთი არჩევნები, ვერც საპარლამენტო და ვერც ადგილობრივი, თუ ეს იქნება ივანიშვილის წესებით და ივანიშვილის კონტროლის ქვეშ. ეს ყველაფერს ნიშნავს, იმიტომ ჩვენ ამავე დროს გვაქვს დოკუმენტი, რომელიც არის ძალიან დეტალური და ძალიან მკაფიოდ მომზადებული თვეების მანძილზე და ახლა ბოლო პერიოდში კიდევ გააქტუალურებული, ესე ვთქვათ, რომელიც ასახავს იმ პირობებს, რომელიც უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი გავიდეთ და მოსახლეობას უთხრათ, რომ კი ღირს ამ არჩევნებში და უნდა მობილიზაცია მოხდეს. და ამავე დროს უნდა იყოს მზადება. და იმისი ეხლა ეჭვების გაჩენა, ეს არის პირდაპირ იქიდან მოსული, მე არ ვიცი რომელი ოპოზიციური პარტიები რას თამაშობენ ან რა იმით არიან კრიტიკა ყოველთვის ადვილი არის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პირდაპირ ქართული ოცნების მცდელობა, რომ შექმნან ის დაპირისპირებები შიგნით, მათ ყველაზე უფრო ეს აწუხებთ, რომ შეიქმნას რაღაცა ოპოზიციური ფრონტი, რეალური, რომელიც მათ დაუსპირისპირდება. გამოდის, რომ ქართული ოცნების დღის წესრიგს მიყვება ოპოზიციის ნაწილი? მიყვება, არ ვიცი, ეს არის კითხვები, რომელიც შემოგდებული არის. და ზოგჯერ უნდა დაფიქრდე, გაჩერდე და იფიქრო რომელი ვის აწყობს და ვის თამაში ამითი ვის თამაშში შედიხარ. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ არის ერთიანობა მთავარ საკითხებზე. მთავარი საკითხები არის ესა. მომზადება უნდა არჩევნების, იმიტომ რომ სხვა გზა არჩევნების გარდა არ არსებობს. მე მჯერა რომ ეს განწყობა და ეს მზადყოფნა და ეს ძალა ხალხის არის ის, რაც იმარჯვებს და რაც ასუსტებს ამ ხელისუფლებას და მიყავს იმ თვით დაშლამდე, რასაც ვხედავთ დღეს. არის არჩევნები, ესე იგი არჩევნებს უნდა მომზადება და უნდა პირობები იყოს ძალიან კარგად გაგებული, რა პირობებში ჩვენ
შეიძლება რომ წავიდეთ თუმცა არჩევნებზე. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უკვე ზოგი ძალიან მკაფიოდ, ზოგი მინიშნებით ამბობს, რომ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ან არ გამორიცხავს, რომ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ზოგადად ამ თემაზე საუბარი არის დამაზიანებელი პროცესისთვის, იმიტომ რომ არის გამხლეთში. აბარა. და ცდილობს, რომ ეჭვი გააჩინოს რომელიმე მიმართულებით, ან ერთზე, ჯერ მერე მეორეზე და რაღაცა და ეს არავისთვის არ არის სასარგებლო. ხოთაშარს მე ზურა ჯაფარიძე იყო ჩემი გადაცემის სტუმარი და ჩემგან წამოვიდა თქვენთან. სალომე ზურაბიშვილთან მაქვს შეხვედრაო და რამოდენიმე პლატფორმაში. შემოვიდა პლატფორმაში. სანამ დაიჭერდნენ მოასწრო პლატფორმის წევრი გამხდარიყო. კი ბატონო. და სხვათაშორის ძალიან ისეთი იყო ჩვენთანაც ემოციური იყო, ცოტა ნოსტალგიურიც მომეჩვენა, მაგრამ ძალიან ბევრს საუბრობდა ერთობაზე და როცა ვკითხეთ, რომ რას კითხავდე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც შემდეგ გადაცემის სტუმარი იქნებაო, პირადად ვკითხავო, ასე გითხრა. რაზე ისაუბრეთ? თქვენ რაზეც შეგიძლიათ ცხადია ყველა იმ თემებზე, რაზედაც საუბრობ და რაც არის ჩვენი დღევანდელი თემები და იმაზე მისი მზადყოფნაზე მე მხოლოდ გავუმეორე, რასაც ვეუბნებით ყველას, ვინც შემოდის, რომ აქ ჩვენ ვთანხმდებით ელემენტალურ საკითხებზე. ერთი რაზედაც უკვე ვართ შეთანხმებული და რატომღაც ყველას ძალიან უნდა რომ დაივიწყოს, ჩვენ გვაქვს ერთობლივი პროგრამა, რომელსაც ყველამ მოაწერა ხელი და ქვია ქართული ქარტია. რომელიც ძალიან დეტალურად იმას ასახავს, რას გავაკეთებთ, როცა ეს რეჟიმი აღარ იქნება, პირველ 6 თვეში თუ 7 თვეში რა უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ, რომ საქართველოს დაუბრუნდეს თავის ევროპულ ინტეგრაციის გზას და დემოკრატიულ გზას, იმიტომ დღეს უკვე მხოლოდ ევროპაში დაბრუნებაზე არ არის, უნდა დავიბრუნოთ სახელმწიფო, რომელიც პრაქტიკულად აღარ გვაქვს, სუვერენიტეტი უნდა დავიბრუნოთ და ჩვენი იდენტობა უნდა დავიბრუნოთ. ამიტომ ამას სჭირდება ეს შეთანხმება და ეს არის მიღწეული და არავინ ამას არ აყენებს კითხვის ქვეშ. მეორე არის ის პირობები, რაც გჭირდება არჩევნებისთვის და ამაზედაც არის ვრცელი თანხმობა. მესამე არის წესებზე შეთანხმება, რაც ყოველთვის არის ჩვენში ყველაზე უფრო რთული, მაგრამ მარტივი წესები არის, რომ ჩვენ როცა ახალი პოლიტიკური საკითხი დგება და სულ მუდამ ჩვენ ვართ ამ რეჟიმში, რომ გაუთავებლად არის ახალი საკითხები, ჯერ ვუთმობთ უპირატესობას პლატფორმას, რომ ნახოთ შეგვიძლია თუ არა ერთობლივი პოზიციის ჩამოყალიბება ძალიან სწრაფად, ან შეგვიძლია და მაშინ ვაქვეყნებთ ამ პოზიციას, ან მე ვაჟღერებ ბრიფინგზე. თუ ვერ მივახციეთ და ჩავთვალეთ, რომ არის სხვადასხვა აზრები ამის შესახებ, მაშინ ყველას აქვს უფლება, რომ გავიდეს და თავისი ხმაურიანია თქვენი შეხვედრები ოპოზიციასთან, აზრთა სხვადასხვაობის გამო. არც ისე. მე ისეთი ხალხი მინახავს თქვენს შეხვედრაზე, რომლებიც არ ჯდებოდნენ ერთად. რომლებიც არ ჯდებიან ერთად. მე არ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ქონდათ ამ ადამიანებს დიალოგი ერთმანეთში, მაგრამ ისინი მინახავს თქვენთან შეხვედრაზე. როგორი არის ეს პროცესი, რომ წარმოვიდგინოთ? ძალიან საინტერესო არის, ცოცხალი არის. მაგრამ ეხლა არც ვინმეს შეურაცხყოფა არ ხდება შიგნით და ჩვენი ასევე შეთანხმება არის, რომ რო გადიხარ, მე არ უნდა თუ არ გამოვიდა ერთობლივი პოზიცია, არ უნდა გადააბრალო, ეს არ მოხდა იმიტომ, რომ ის ან იმიტომ, რომ ეს და მე მგონი, რომ ამ მოკლე პერიოდში, რაც ეხლა გავატარეთ, რაც შეიქმნა ეს პლატფორმა, მეტნაკლებად ვახერხებთ. და რა რთული მისია გაქვთ და რა რთულია ალბათ ამ ყველაფრის მენეჯმენტი. იმიტომ რომ გაგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო ეროვნული თანხმობით, რომელიც დღეს ძალიან შორეული რამე ჩანს, იმიტომ რომ ეს იყო ის პერიოდი და ამისი სხვათა შორის საინტერესო ის არის ეხლა რომ ამაზე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ხალხში. და ეს რომ ახსენდება და რომ ვხედავ თუ როგორ ვითომც პოლარიზაცია არის, მაგრამ რეალურად არც ვიცი, არის ეს პოლარიზაცია ბოლომდე საზოგადოებაში ისე ჩანერგილი თუ ეს უფრო
სოციალური ქსელებიდან გვეჩვენება რომ ყველა არის ისეთი დაპირისპირებული არ ვიცი მაგრამ მე სულ მახსოვს ხაზარაძე გახარიას შეხვედრები მე იყო ქართული ქარტია და მე მივახციეთ იმას რომ ყველამ ხელი მოაწერა ზოგმა ბოლო წუთში მაგრამ მაინც და მე იყო ეს მოლაპარაკება და დღესაც დარწმუნებული ვარ რომ მე უნდა ყოფილიყავი უფრო მკაცრი კიდე ის რომ შემდგარიყო მაინც უფრო გაუჭირდებოდათ გაყალბება იქნებოდა მაგრამ მობილიზაცია ხალხის იქნებოდა კიდე წინა საარჩევნო ერთობას გულისხმობთ თქვენი სიმკაცრებაში მესამე ძალის ის გახარია ხაზარაძეს ფიქრობთ რომ თქვენს დააკელით რამე მაშინ შეიძლება დავაკელი რომ მაგის მერე ქონიათ საუბარი ლიდერებთან არა აქვთ ეს განცდა რომ მაშინ ასე არ უნდა დასრულებულიყო ეს მოლაპარაკებები პოსტფაქტუმ ამის ჩხეკინი არაფერთან არ მიდის ასე რომ ეს უფრო არის ჩემი მერე თუ ამისი დრო მომეცა მემუარებისთვის გაიხსენებთ ამ შეხვედრებს ისე გიფიქრიათ მემუარების აუცილებელი არის რა იქნება თქვენ მემუარებში მთავარი არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ნაკლი გვაქვს სწორედ ქართულ ისტორიაში და პოლიტიკაში ის რომ ნაკლებობა არის მემუარების სწორედ და ძალიან საჭირო არის და ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა არის რომ ყველა იმ პერიოდებზე რომელიც ახლა გავიარეთ ახლო წარსულზე ვლაპარაკობ არ არის ერთი ობიექტური აღწერა იმების ყველას აქვს თავისი სიმართლე, თავისი ინტერპრეტაცია იმ მოვლენების. ეხლა ობიექტურობა ძალიან ძნელია. მაგრამ ობიექტურობა რესურსი რთულია ძალიან რთულია, მაგრამ ყველა ობიექტურად. რომ დაწეროს ფაქტობრივად, თუნდაც იყოს სუბიექტური, ამ სუბიექტურების შეჯამება გაძლევს რაღაცა სურათს და როცა არ არის დაწერილი არაფერი, ან ძალიან ცოტა მაშინ ფაქტებიც არა გაქვს, რომელზედაც შეგიძლია იმსჯელო. ამ მემუარებში შეიძლება ისაუბროთ ისეთ თემებზე, რაზეც პასუხები შეიძლება ჯერ კიდევ არ მოусმენიათ საზოგადოებას თქვენგან. რა ვიცი, ვნახოთ, ახლა ამაზე ფიქრის დრო ჯერ მემუარებს, მაგრამ ვიცი რომ საჭირო არის და იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ კითხეს თქვენი წარსული განცხადებების შესახებ, ფიქრობ რომ უკვე უინტერესოა, ერთადერთი რაც მინდა გკითხოთ, რომ ხომ არ ფიქრობთ რომ თქვენ მუდმივად ამას გახსენებენ და გეუბნებიან, იმიტომ რომ თქვენ კარგად ვერ ახსენით ომის დაწყებასთან დაკავშირებით. არაფერი ძალიან კარგად ავხსენი. 5000 ინტერვიუ მაქვს მიცემული ძალიან დეტალურად, ძალიან ბევრი რამე დაწერილი და ძალიან კარგად ახსნილი. არა, ეს არის ჩემს წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრძოლის ფორმა, ვითომც ვინმე სხვამ უფრო ნათლად თქვა ამ თემაზე რამე. არა აქვს ამას მნიშვნელობა და ამასაც არ გავყვები. არ შეიძლება რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ხელი მივცეთ ყველაფერი იმას, რაც ასუსტებს ჩვენ მხარეს. ეს უნდა იყოს ყველასთვის და არა ჩემთან მიმართებაში, იმიტომ მე უკვე ყველაფრის მოთმენა შემიძლია და გავიარე. ყველასთან მიმართებაში ჯერ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ეს ვის აძლიერებს და ვის ასუსტებს, რომელ მხარეს. თუ ჩვენ მართლა გვჯერა რომ დღეს არის ორი მხარე, ერთი რომელიც არის საქართველოსი და მეორე რომელიც არის რუსეთის. ეს თუ ჯერ ვერ გავიგეთ, მაშინ ვიკითხოთ. კი ბატონო. ქალბატონ სალმა, თქვენთან მე ინტერვიუ მქონდა, მაშინ პრეზიდენტის სასახლეში. თქვენ მაშინ თქვით, რომ შევხვდებოდი ივანიშვილს და დაველაპარაკებოდი, იმიტომ რომ მაქვს ძალიან ბევრი კითხვა, პასუხგაუცემელი კითხვაა. ეხლა შეხვდებოდით ივანიშვილს, თუ თქვენთვის უკვე ყველაფერი გარკვეულია. ერთი წელი გავიდა თუ არ ვცდები მას შემდეგ. შეხვედრა ყოველთვის შეიძლება იყოს საჭირო. ჯერ ერთი თუ ვთვლით, რომ რაღაც მომენტში ისე შეირყევა ეს რეჟიმი, რომ შეიძლება წამოვიდნენ რამეზე, მაგალითად არჩევნებზე და ეს სრულიად მაშინ ნიშნავს, რომ შეხვედრა აუცილებელი იქნება, რომ თუნდაც პირობებზე იყოს მოლაპარაკება, რომ რა პირობები არის აუცილებელი და რაზე არ წავალთ. შეხვედრა ასევე შეიძლება იყოს ძალიან
მნიშვნელოვანი და საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით, საითკენ მიდის საქართველოს, საითკენ მიყავს, რატომ ხდება რეალურად არ აგვაქვს ამაზე პასუხი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემაზე არ შემხდება. ერთი მინდა კიდე გავიხსენო თქვენ როცა პრეზიდენტი ხდებოდით, აი ეს პერიოდი მინდა გაიხსენოთ. თქვენ აღნიშნეთ ახლა ჩემთან ინტერვიუში, რომ მე კი არ ვიყავი მათი მომხრე, თვითონ იყვნენ ჩემი მხარდამჭერებიო. როგორ მოხდა ეს შეთავაზება, როცა შემოგთავაზეს თქვენ, რომ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი? დადგა დღის წესრიგში იმითი, რომ შემომთავაზა და თავად ივანიშვილმა. მე მგონი, რომ ჯერ ერთი კონსტიტუცია ამას მოითხოვდა, რომ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც არის დამოუკიდებელი და არა პარტიის ან გუნდის წევრი, იყო სხვა კანდიდატურებიც, ეს ვიცი, მაგრამ ვინ იყო შესაძლო სხვა კანდიდატურები არ ვიცი და ის რომ ცოტა იმავე სტილში როგორც მომივიდა სააკაშვილის დროს, როცა შემარჩია როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ალბათ ეხლაც იგივე იყო, რომ ჭირდებოდათ ვინმე, ვინც ნამდვილად პროევროპულობა კითხვის ქვეშ არ იქნებოდა, უცხოელებთან კარგი ურთიერთობები, კავშირები, ეს კონტაქტები და პრინციპში მე ვიყავი შერჩეული იმისთვის, რომ ამ კუთხით, ანუ საგარეო პოლიტიკის კუთხით, ის ხაზი, რაც იყო მაშინ ოცნების ხაზი, ანუ ევროპული ინტეგრაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ის ხაზი გამეტარებინა იმ დონეზე, რაც არის პრეზიდენტის დონეზე. მაგრამ ალბათ იყო პერსონალური დამოკიდებულებაც თქვენს მიმართ. რატომ შეგარჩიათ თქვენ? იმიტომ რომ სხვათა შორის თქვენზე გამიგია, რომ რთულია თქვენი მართვა. ასეთი რამ გამიგია. ეს უნდა ცოდნო და იმიტომ ეს არის ის რაც მოხდა სააკაშვილთან, ხო, რომ და მაინც თქვენ სანამ იმას მთხოვდნენ, რაც არის ჩემთვის, რაც მესმის როგორც ამ ქვეყნის სწორი პოლიტიკა და განცხადებული პოლიტიკა, პრობლემა არ არის და ყველაფერს მთელ ჩემ ძალისხმევას ვხარჯავ იმაში, რომ ეს გავაკეთო, მაგრამ თუ ჩემით გინდა რომ სხვა კუთხით წაიყვანო ეს არ გამოვა ცხადი არის და იცოდა ძალიან კარგად ივანიშვილმა როგორი ურთიერთობა მე რომ ვიდექი 120 დღე რუსთაველზე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ რაღაც ძალიან ხშირად მემართება დეჟავუ ბოლო პერიოდში ამცე რომ ეს მოულოდნელი არავისთვის არ იყო და ფაქტი არის რომ თვითონ ქართულმა ოცნებამ განიცადა 180 გრადუსით შეცვლა თავისი პოლიტიკის და არავისთვის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო არც ჩემი კრიტიკა როცა დავიწყე და არც მე ბოლომდე დაპირისპირება თქვენ 1986 წელს ჩამოხვედით პირველად საქართველოში. შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი ემოცია, შთაბეჭდილება, რამე კადრი, ფრაგმენტი მაგ დროიდან? ჩემი პირველი კადრი იყო შეხვედრა პატრიარქთან. იმიტომ ეს იყო საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც იმართებოდა საქართველოში გაეროს ეგიდით და პატრიარქი იყო ერთგვარი მასპინძელი, იმიტომ ეს ეხებოდა მშვიდობას, სხვადასხვა კულტურთა დიალოგს და ის თემები, რომელიც და ჩამოვედი სულ 2 დღე-ნახევრით და ძალიან ისეთი განცდა იყო უკმარისობის ძირითადად და ამიტომ ცოტა ხნის მერე ჩამოვედი ჩემით უკვე შევძელი, რადგანაც მანამდე არ მიშვებდნენ. საბჭოთა კავშირი არ მაძლევდა ვიზას და ვიზა მივიღე სწორედ იმიტომ რომ ის იყო საერთაშორისო კონფერენცია და ჩამოვედი როგორც დელეგაციის წევრი და არა როგორც პირადი. თუ არ ვწდები ამას წინა თქვენ მიმართეთ საპატრიარქოს რაღაც საყვედურნარევი იყო ეს განცხადება. სხვათა შორის ეს ის თემა, რომელზეც არ საუბრობენ პოლიტიკოსები, არ მიაჩნიათ რომ ამ თემაზე საუბარი არის მომგებიანი, რომ ეს შეიძლება იყოს გამხლეთში საზოგადოებისთვის ეთანხმებით ამ მოსაზრებას. საპატრიარქო კარგავს დღეს იმ თავის როლს, რომელიც იყო ყველაზე მთავარი პრიორიტეტი პატრიარქისთვის, სწორედ იმ დღიდან მე როცა გავიცანი და მთელი ის ძალიან რთული პერიოდები და ბევრი
შეიძლება იყოს სხვადასხვა პოზიცია მისი სხვადასხვა მომენტების მიმართ, მაგრამ ერთი რამე იყო მისი მთავარი ყოველთვის და ამას ყოველთვის თვითონაც ხაზს უსვამდა, ეს იყო რომ არ ყოფილიყო დაყოფა საზოგადოებაში, არ იყო ყოფილიყო ორად გახლეჩვა და შეიძლება მისი 9 აპრილის პოზიციები, რომელზედაც ბევრი ითქვა, სწორედ აქედან გამომდინარეობდა, რომ ერთად ყოფილიყო ეს საზოგადოება და ეს დაიკარგა. დღეს საპატრიარქო და უკვე პატრიარქს აღარ აქვს ის უპირატესობა რომ თავისი გაიტანოს როგორც ჩანს, იმიტომ და ამაში ჩანს, იმიტომ რომ საპატრიარქო გახდა მხარე. ძალიან ნათლად ჩანს უკვე თავისი განცხადებებში, რომ ეს არის მხარე და არ ასახავს მთლიანად საზოგადოებას და ეს მე მგონი ძალიან დიდი დანაკლისი არის ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეკლესია არის ის რამაც მოგვიყვანა დღემდე, რაც არის ნამდვილი საყრდენი ჩვენი დამოუკიდებლობის და ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ ამ ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ შეძლო, რომ ის სამი რამე, რაც რეალურად აერთიანებს საქართველოს და აძლიერებს, ის სამივე დაყო. ერთი არის ეკლესია, ყველაზე მნიშვნელოვანი, მეორე არის კულტურა და მესამე არის სპორტი. სამივე მიმართულებით შეიტანა ძალიან ძლიერად პოლიტიკა, პოლიტიზაცია და დაყო ხალხი ორბანაკად. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო რუბრიკა ChatGPT-ის კითხვა. თქვენ სხვათაშორის ძალიან თბილად ახსენეთ ChatGPT, ჩატიკოს ეძახით. მივხვდი თქვენი დამოკიდებულება როგორია. მე კითხე ჯერ. მე ვთქვი შეიძლება რომ დაგიძახო. ესე მიმართავთ ხოლმე ჩატიკოს. მოკლედ ჩვენი რუბრიკა ChatGPT-ის კითხვა მინდა წარმოვადგინო. მე ვკითხე, რა კითხვას დაუსმებდი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ასეთი რამ მოამზადა თქვენთვის შეკითხვა, სტილი დაცულია. საქართველოში დღითი დღე მატულობს განცდა, რომ ბრუნდებით 90-იანების ანარქიულ და ძალადობრივ პოლიტიკურ რეალობაში. თქვენი აზრით, რატომ ვერ შეძლო ქვეყანამ სუვერენული ევროპული მომავლის კონსტრუქცია და სად დავუშვით ყველაზე მძიმე სტრატეგიული შეცდომა? ზოგადად ჭედავს ჩატიკო. ეხლა არ მოგეწონათ მისი კითხვა, ხო? ცოტა ბუნდოვანი არის და მაგრამ ჩვენ იმას ვკითხულობთ, რასაც ნამდვილად გვეუბნება ChatGPT. რა პასუხს გასცემდით? არ ამგონია, რომ ჩვენ არ ვუბრუნდებით 90-იან წლებს. არა ვართ ამ მდგომარეობაში, ვარ სრულიად ახალ მდგომარეობაში, სამწუხაროდ, ანუ ისიც საშინელი პერიოდი იყო, მაგრამ ბევრი რამე შეიცვალა იმის მერე. დღეს არის სრულიად უნიკალური სიტუაცია, რომელსაც ვერ შევადარებთ და შედარებები ამ შემთხვევაში არაფერს არ გვაძლევს, მაგრამ რეალური სირთულე დღევანდელი სიტუაციის არის ის, რომ ჩვენ ვკარგავთ სახელმწიფოებრიობას ყოველდღიურად და სხვათაშორის მე მკითხა, რომ თუ გინდაო შეგვიძლია წავიდეთ კიდევ უფრო პირადისკენო. მაგრამ მოკლედ აი ასეთი კითხვა მოამზადა და ასევე კიდევ ერთი ჩვენი რუბრიკა მინდა წარვადგინო. ამ სამს ვეტყვი, რომ არ ვარგოდა შენი კითხვა. შენიშნოს ძალიან ურევს ჩატიკო, როცა ვთხოვრო ქართულად გელაპარაკო. თქვენ ფრანგულად ესაუბრებით თუ ინგლისურად? არა, როცა ვთხოვრო ხმა გამოიყენე. სადეთ მისი ხმა? კი, რაღაცნაირია. რაღაცა ტაილანდური, რაღაცა მე არ მესმის არაფერი. ევროპას ყავს დღეს ლიდერი? კი. ვინ არის ის? მაკრონი, მერცი და ალბათ ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერი თუ ჩავთვლით რომ ევროპა არის, მაგრამ დიდი ევროპაში კი ეს სამნი არიან და ტუსკიც შედის ამ ჯგუფში. ყველა ის ქვეყანა, რომელიც არ აღიარებს ქართული ოცნების ხელისუფლებას. ყველა იმ ქვეყანა, რომელსაც აქვს რეალური პოლიტიკა და რუსეთს ეწინააღმდეგება და არ უთმობს არც უკრაინას და იმედი მაქვს არც საქართველოს. კაცობრიობა ვითარდება თუ დეგრადირებს? ვითარდება. ვითარდება ბევრი კრიზისით, ბევრი სირთულე, სულ ასე იყო. ყოველთვის არის რომ პროგრესთან ერთად რაღაცები იკარგება.
ღირებულებები დასაცავი არის ყოველთვის ბევრი რამ, მაგრამ მაინც ვითარდება. პოლიტიკაში ყველაზე მძიმე გაკვეთილი ვინ ან რამ გასწავლათ? რთული კითხვა არის ეს თქვენთვის, ესე ხო, იმიტომ ასე კონკრეტულად ვინმემ ან რამემ მე მგონი რამეს შეცვლით? რამეს შეცვლით? რამე გადაწყვეტილებას შეცვლით პოლიტიკურს დღევანდელი გადმოსახედიდან ფიქრობთ, რომ რაღაცა არ უნდა გაგეკეთებინათ? გითხარით ის მომენტი, როცა უნდა ეს ორი არ გამეშვა. გახარია ხაზარაძე რომ უნდა რაღაცნაირად არ გაგეშვათ ეს ამერთობის შანსი. ანუ მაინც თვლით რომ შეგეძლოთ თქვენ იქ თქვენს დააკელით როგორც ჩანს ასე თვლით ახლა. შეიძლება ახლა ვერასოდეს ვერ იტყვი რაც არ მოხდა, რომ მოხდარიყო, სხვანაირად წავიდოდა ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ეს მაქვს რაღაცა პატარა ხინჯი. ყველაფერი წინ გაქვთ გალბატონო სალომე ამ მიმართულებით. არის რამე ქართულ მენტალობაში, რასაც დღემდე ვერ ეგუებით და თქვენთვის ძალიან უცხოა? ის რაც არ არის ქართულ მენტალობაში. ანუ შეურაცხყოფა ის რასაც დღეს ვისმენთ ძირითადად იქიდან ხელისუფლებიდან. ეს არ არის ქართული და ამიტომ ამას ვერ ვეგუებ. სხვადასხვა მე ეს კითხვა ადრეც დაგისვით თქვენ, მაგრამ ეხლა მომინდა კიდევ ერთხელ დაგისვათ, იმიტომ რომ მაგის მერე ერთი ძალიან ისეთი პერიპეტიული წელი გავიდა. ბოლოს როდის იტირეთ? მაშინ მითხარით, რომ ძალიან ახალგაზრდობაშიო. მე მგონი ამერიკის შეერთებულ შტატებში როცა იყავით, ნიუ-იორკში თუ არ ვცდები, გაუცხოება გქონდათ, მაშინ იტირეთ მახსოვს და ახლა მაშინ და სხვადასხვა მომენტებში ახლა ეს ჩემი ცხოვრების ის არის და ახლა ბოლო პერიოდში არა. გიტირიათ? არც სასოწარკვეთა გიგრძნიათ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. კი, ძალიან უცნაური სიტუაცია არის დღევანდელი სიტუაცია, რომ ერთი დღე საწოწარკვეთილება შეიძლება არა, იმიტომ ეს არის ეშმაკის და არ შეიძლება. ამიტომ ბოლომდე არა. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ერთი დღე რაღაცა უიმედობა შემოდის და ისა მეორე დღე უცებ ისევე სხვა ნიშნები ჩანს და უკვე ძალებს იკრებ და დღეს როგორ ხასიათზე ხართ? კარგზე. რა არის ამ ოპტიმიზმის საფუძველი? დღეს მოხდა. გადახედეთ და რომელი ერთი. კი ბატონო, შევახსენოთ მაყურებელს ეს გადაცემა კვირას გადის და ჯერ მარტო ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს განცხადებაც იძლევა ალბათ ოპტიმიზმის საშუალებას, საფუძველს. საკუთარ ნაკლზე საუბარი გიჭირთ ისე და თუ არა, მაშინ მითხარით თქვენი სამი ნაკლი. ყველა აღნიშნავს, რომ ჯიუტი ვარ, არ ვიცი ნაკლი არის თუ არა, მე მგონი რომ არის, მაგრამ ამავე დროს საჭირო არის. არ ვიცი. სხვებმა უნდა თქვან ალბათ. მოკლედ ჯიუტი არის ის, რაც პირველ რიგში. მაგრამ ესაც არ ვიცი ნაკლია თუ არა. ბოლოს რაზე დაიქრინჯეთ? ბევრამეზე. ნებისმიერ განცხადებაზე ალბათ ქართული ოცნების. დღეს არ გინახავთ ეტყობა ირმა ზავრადაშვილმა რო უთხრა ნანუკა ქაჯაია, სად იყავი მე რო რეჟიმი მისწორდებოდა სააკაშვილისო. სად იყვნენ ესენი მაინტერესებს? ნანუკა პატარა იყო ძალიან. თვითონ არ ვიცი, ირმა სად იყო? მირყავდნენ რუსთაველის გამზირზე. არავინ არ იყო იქა და ის 120 დღე როცა ვიდექი ხშირად მარტო ზოგჯერ არა და ხან ვინ იყო ჩემთან და ხან ვინ არა, ესენი არავინ არ იყვნენ. ირმა ზავრადაშვილი არ გაულახიათ სააკაშვილის დროს. არ ვიცი, მე არ მახსოვს ის არც ვიცი ვინ არის და სახეზე ვერ ვიცნობ რომ თქვენთვის ესეთ პოლიტიკოსი ქართული ოცნების ვინ არის, ვისაც უსმენთ და უბრალოდ გინდათ რომ ესე ყურში ჩაიდოთ ხელი, რომ არ უსმინოთ. არც ერთს არ უსმენ. ყაველაშვილის გამოსვლას თუ მოусმენთ პრეზიდენტის სასახლეში. არც ერთს არ უსმენ, ეს ცუდი არის ჯანმრთელობისთვის. ცდილობდა საზოგადოებისთვის. არ შეიძლება მოსმენა, მე ვინც ვიცი ჩემს ირგვლივ და უსმენს, მე ხან წნევა აქვთ და ხან რა და. მე არ
ჯანმრთელობას უფრთხილდები და ამიტომ არ უსმენ, რაც საჭირო არის, მე მაწვდიან იმ ინფორმაციას, ვინ რა თქვა და როგორ თქვა და პირდაპირში მოსმენა არ შემიძლია. ისე იცნობთ ყაველაშვილს, ქონიათ კონტაქტი მასთან? ერთხელ სხვათა შორის დღეს ვიხსენებდი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი ახლობელის შვილი, ისეთი ოჯახი, რომელიც არ არის შეძლებული, იყო ძალიან კარგი ფეხბურთელი და როცა ვიყავი პარლამენტში, მივედი და ვთხოვე რომ და ყველგან ჩაგრავდნენ, როგორც ყოველთვის, ვისაც არ აქვს ძლიერი ოჯახი და არც ფული და არც არაფერი, ამ სხვადასხვა კლუბებში ვერ და მივედი და ვთხოვე რომ ხო არ შეიძლება რომ რაღაცნაირად მხარი დაუჭირო რომ არ დაჩაგრონ, არ დატოვონ გვერდზე, ათამაშონ და რაღაცა და პასუხი დღემდე არ მიმიღია. რა უცნაურია. მაშინ პრეზიდენტი იყავი? არა, მაშინ ვიყავი პარლამენტარი. ეს იყო ჩვენი ერთადერთი. ხო, ნუ ახლა ამას თუ ვერ მოაგვარებს, რა ვიცი, ჩვენი ქვეყანა ევროპაში როგორ უნდა შეიყვანოს. ჩვენი კიდევ ერთი რუბრიკა არის 3 ნიფთი, 3 ამბავი და ძალიან მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილის 3 ნიფთი რომელია? თანმიმდევრობით იყოს. კი ბატონო, თანმიმდევრობასაც მნიშვნელობა აქვს. ხო, მნიშვნელობა აქვს. ერთი არის ეს ნიკო ნიკოლაძეს წიგნი მამულის სიყვარული და მსახურება. მსახურება კარგი თემა არის. გამოცემული ქუთაისში 1914 წელს და ეს იყო სახში და არის სხვადასხვა არ ვიცი ვისი, ზოგიერთი არის ჩემი ხაზგასმული, ზოგიერთი ალბათ მამაჩემის, არ ვიცი და ძვირფასი ნიფთი მართლაც. ძვირფასი ნიფთი არის. ეს ერთი არის. მეორე არის წერილი. რომელიც დათარიღებული არის თბილისი 14 იანვარი 1920 წლის და ეს არის მამაჩემის წერილი გაგზავნილი საფრანგეთში, სადაც მისი ძმა იყო უკვე წასული როგორც სტუდენტები რო აგზავნიდნენ მაშინ იმ პერიოდში დამოუკიდებლობის დროს რო გააგზავნეს ჩემო საყვარელო არჩილიკო, ასე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ბევრი წერილები მაქვს იმ პერიოდის, ანუ მთელი დასტა. როგორ ხარ ჩვენ სულ ყველანი კარგად ვართ. გუშინ წინ დიდი დღესასწაული იყო ანტანტამმა საქართველო და აზერბაიჯანის თავისუფლება აღიარა და ამის გამო დიდი პარადი გამართეს, რომელზედაც ყველა თბილისის ჯარები იყო. ქუჩები ბაიარებით იყვნენ მორთულნი, საღამოს დიდი ილუმინაცია იყო, მთელი სასახლე იყო განათლებული. ხვალ კიდევაც გიმნაზიაში მივდივარ. ჩვენ გვექნება კომისიები, ეს არ ვიცი რა იყო. გუშინ წინ გიორგი მესამე ძმა წავიდა რამდენიმე დღით ბათუმში და ფოთში. მე კიდევ ბაც ვაკეთებს, სტაიკებს კედელზე და ზოგჯერ ნამდვილიც კი გამომდის. ჩემო ძვირფასო არჩილიკო, ეხლა არ გწერ მეც, რადგან მამიკოს კიდევაც მიაქვს წერილები სამინისტროში. შენი ძამიკო ლევანი. ძალიან კარგია ეს წერილი, რომ წაგვეკითხეთ. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს რუბრიკა განსაკუთრებული იქნება და თქვენი. და ეს მესამე არის, ეს არის ერთადერთი ნიფთი, რაც მე მაქვს გარდა ის ცნობილი ზანდუკი, რომელიც ყველა გადაცემაში იყო, მაგრამ ეს არის ერთადერთი ნიფთი, ბებიაჩემის მინოსი, რომელიც სახელიცაც მომნათლეს მის გამო და რა არის საქართველოსთან მედალიონის ჩასადები, ოღონდ შიგნით მედალიონი არ მაქვს, მხოლოდ და მისი არის პირადი ნიფთი პირადი, რომელიც ერთადერთი რაც დარჩა აქიდან წაღებული. თქვენთვის მნიშვნელოვანი არის ეს ნიფთები და ეს ისტორიები? აბა რა. ძალიან მნიშვნელოვანი არის და ალბათ როგორც ყველა, რაც უფრო ხანში შედიხარ, უფრო და უფრო ეს ძველი მოგონებები და წარსულთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი ხდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ასეთი არაჩვეულებრივი ისტორიებისთვის. მადლობა თქვენ, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და ბოლოს რას ეტყოდეთ ჩვენს მაყურებელს? ბოლომდე. ეს არის ის, რასაც
დაუტოვებთ ბოლოს. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მოკლედ ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა. სალომე ზურაბიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. რა თქმა უნდა, აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ უნდა გამოგვიწეროთ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია YouTube-ზე, YouTube არხი მისმინე, შეგიძლიათ გვიპოვოთ TikTok-ზე, შეგიძლიათ გვიპოვოთ Facebook-ზე და Instagram-ზე, მოკლედ ყველგან ვართ, ასე რომ დროებით.